მე რო ჭამ სუნი მისდი. კადრში სუნი მისდი. სუშონ ზოსტან ვიარო რა. გასწორებს. მამასიტა. მე ბებიას გავარ. კი კოკოს გავა. კოკო ბიჭია, რანაირად გავხარ კოკო. იქნებ მამაზე კოკო ვარ, გოგო. მე ბავშვობაში მეუბნებოდნენ, სელმა ჰაიაკს გავარ. რა თამბური ტომი ხდება. აღარ მინდა ეს ლაპარაკი, მაჭამე ხა ცოტა ხანი. ლექცია ჩამიტარა სანამ შევჭამდა. აუ რა კაი რაღაცა, ეს შემიფუთეთ, სახლში გამატანეთ, ბოლომდე თუ ვერ შევჭამ. ხო, ვერ შევჭამ, და გაგვატანეთ. ეხლა არის სრული მექსიკა თქვენ. აი იდეალური დაგვირგვინება, აი ამ ყველაფრის. პირი. ეს შიდა სამზარეულოს მორიგი ეპიზოდია. ამჯერად დედაქალაქს გამოვსდი, ქალაქ რუსთავში ვიმყოფები. ფიროსმანის 12 ნომერში არის ძალიან გემრიელი მექსიკური კვების ობიექტი სახელწოდებით პიკანტე. აი ესეთი ხელი ესე რომ უნდა გააკეთო, პიკანტური. მოვედი რათა მე და აქაურობის შეფმა ერთად გავუკეთოთ 3 კერძის სტუმრებს, 1 მე და 2 შეფმა. აბა, გავიცნოთ შეფი. მაშასე აღმოჩნდა რომ შეფი ფუსფუსშია, ბევრი შეკვეთები აქვს, აქედან მომდინარე პირდაპირ აქაურობის მასპინძელი მინდა წარმოგიდგინოთ, ფლობელი, პიკანტესი, ნათია, მოგესალმებით. მაყურებელს გავაგებინოთ ახლა, რა კერძებს შევთავაზებთ პიკანტედან ჩვენს საპატივცემულო სტუმრებს. შევთავაზებთ ნაჩოს შერეული ხორცით, ბურიტოს შემწვარს და ტაკოს. მე მაქვს პატარა გამოცდილება მექსიკურ სამზარეულოში, მაგრამ იმხელა არა რომ რაღაც კონცეპტუალურ კერძებზე გავიწიო, ამიტომ ადვილი გასაკეთებელი არის ჩემი აზრით მაგ სამიდან ნაჩოსი, შერეული ხორცით გასაგებია, соусად ალბათ ან არაჟანი ან რა გვაქვს? ყველი გვაქვს ტაკოსთვის და არაჟანი გვაქვს ბურიტოსთვის და ნაჩოსთვის. ნაჩოსთვის მაშინ მივხვდი რასაც გავაკეთე. შერეული ფარში ცოტა მინდა გავამრავალფეროვნო და დავუმატებ გრილზე შემწვარ ბადრიჯანს და სოკოს და ვნახოთ რა გამოგვივა. განარჩენი ახლა ჩილი და ამბები და ცხარე რო იქნება, უეჭველია მექსიკურში ვართ. კარგი, მე გადავინაცვლებ შეთან და ნახოთ რა გამოგვივა. სტუმრებიც გზაში არის. შევზომ დაგპატიჟა მოკლედ სიკო მექსიკურ სამზარეულოში. უნდა მოგვიმზადოს ორჯერმა კნაჭა. როგორი განათებებია და რა ლამაზია პიკანტე. მექსიკას გავა. ხო, წავედით. ეხლა უკულელე დავითრიოთ. ვა, რასაკაიფო გარემოა, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა. ძალიან აბა ველოდებით კერძებს
კაი რამეებს ველოდებით. ციკო, იცი ვის გავხარ? კოკოში. არა. კოკოშირო ის არის, რა ქვია. მოვიდა. ოპა. მოვიდა და რა მოვიდა. ესე. ორი ტაკოებია. აქეთ ეს ნაჩოსები. აუ, რა არომატებია. აუ, ძალიან მომშივდა. ცუდია რომ კადრში ვერ ვაჩენთ ამ არომატებს. მაგრამ წამოიღებ ჩვენი ჭამის დროს, მე იცი ეგრევე ჭამრო სუნი მოაქვს. დამხმარე რაღაცებიც გვინდა უცლება. მე რო ჭამ სუნი მისდი. კადრში სუნი მისდი. მადლობა ძალიან დიდი. მოდი ჯერ გავხსნათ. მადლობა. ეს თავისი соусებით. კოკოდან გავხარ რომელიღაცა პერსონაჟს. ცოტა უკულელე რომ მქონდეს დაგადებდი რამე იმას საუნდტრეკს, მაგრამ კაი ჯერ უნდა ვჭამო, იმიტომ რომ მე ვერ ვითმენ. რომლით უნდა დავიწყოთ ეხლა? როგორი არის წესი მე არ გამიგია სხვათა შორის და არც ChatGPT-ისთვის მიკითხავს. პირველი რომელი იჭმევა? არ უნდა დავარღვიოთ ეგ ის რა ქვია. კაი, სულ ერთია, მოდი ეს ძალიან წინ გიდავს და პირველი რაც ვიდეოს მაგი, cheers არ უნდა დაგვავიწყდეს. ხა და დავიწყოთ ამით. და დავიწყოთ. მე ოღონდ საიდუმლოს ვიტყვი ხალხთან ცხარეს ცოტა არამოყვარული ადამიანები ბრძანდები, მაგრამ ესეთი რაღაცეებია, რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ. აბა? რა კარგი. ძალიან კაია. მაშინებდნენ სიცხარეზე და არ არის ხა ეს იმ დონის სიცხარე, რომ ვერ იმას უგემრიელესი, აუ რა კარგად მოაქვს, მერე და მერე მოაქვს ეს სიცხარე, მაგრამ ძალიან საკაიფოდ მოაქვს. აი და ჩემნაირი არაც ხარეს მოყვარულისთვისაც კი კარგად მოაქვს, ესე მგონია. ყველაზე ძალიან მიყვარს ეს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გემოა ცხოვრებაში და ბევრგან გამისინჯავს. და პრინციპში ერთ-ერთი საუკეთესოა ალბათ. მე ვიცი რა მეხარია? ახლა ამას რო ვჭამ, რომ კიდე ორი ცალი მიყურებს აქედან. მარტო ეს ერთი ცალი არ არის, რაც ხელში მიყირავს. ორი წალის მიყურებს. შენი აზრით რეები აქვს ახლა ამას? ყველი იგრძნობა ძალიან საკაიფოდ. ხახვი იგრძნობა. აჰა. და ძალიან გემრიელად არის შეზავებული. ეხლა გზაში რომ მოვდიოდით, ვფიქრობდი რა, რამდენი ფილმი გვაქვს გახმოვანებული. გილერმო დელ ტოროს წყლის ფორმა. დელ торо ხო მექსიკელია. და გახსოვს იქ ფუდის დანიშნულება მის ფილმში? მაგაში არ მახსოვს ფოტოშოპის. საქმეს დანიშნულება. ის ამფიბია, როდის უმეგობრდება, იცი? კვერცხს რომ იცემს. ხო, ეგ კადრი მახსოვს. რა ჭმევს რა. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკური გემოები არ აქვს შემოტანილი, აი ეს სიმბოლო, რომ კერძით ხდება, ანუ რა კულტურაც აქვთ მექსიკელებს რა ზოგადად კვების. ხო. ძალიან გაშლელი, ოღონდ ნუ მაგ შემთხვევაში კვერცხით. ეგ მახსოვს, ფოტოშოპის ეგ ფილმი იყო ერთ-ერთი ის ფილმი, რაც აი რაღაცა სხვა რაღაცა, თუნდაც თავიანთი საუნდტრეკებით, თუნდაც თავიანთი საოცრება მე და შენ ტიროდით, მაგრამ ხო, კი, მე ჩემი და შენი გახმოვანებულია, მართალია ეხლა გამახსენდა, მაგრამ ჩემთვის ეხლა მე მექსიკაზე აი ამ კერძებზე, ამ გარემოზე ეხა სადაც ვარ, რაც გამახსენდა, არა, შენმა ჯეკს თელერმა ნუ შეგვიტიკინა. იყავით ერთად. მე გამახსენდა კოკო, მართლა, ჩემთვის ერთ-ერთი ნუ დისნეის მულტფილმების ფანი რო ვარ, ეგ იცი. და კოკო არის ჩემთვის აი რომელსაც კაკრას ეგ კულტურა მოაქვს, თუნდაც ის ტრადიციები რაზეც არის რა. მოდიში რა. ეხლა ესაც კი ძალიან მინდა, მაგრამ მოდით ცოტა სხვა რაღაცებით გავსინჯოთ და მე მოვუბრუნდეთ ამათ, კაი? მოკლედ. ეხლა ჩემთან მოდი. ხო, ეს ბურიტო ისე გემრიელად, მადის აღმძვრელად და სუყედ იმას შვება რა ქვია, გამოიყურება რომ შეუძლებელია რომ ამით არ გავაგრძელოთ. ვაშ, მოდი კიდე გაგვიმარჯოს. Cheers, აბა. და შენ იშვიათად ჭამთ ესე გემრიელად ამბოლოდ. რაღაცა ტრადიცია ისე შეგვისუსტდა. ჩემი აზრით შონზოსთან კოლაბორაცია დაგჭირდება. მუდმივი რო იყოს ეს კოლაბორაცია. და გვაჭამოს. შონზოსთან ვიაროთ რა. გასწორებს? ურა კაი. და არ არის ძალიან ცხარელა. ეს მითია რომ შენ არ უნდა ჭამა ძალიან ცხარე არის ეს მექსიკურია, ვაფშე არ არის ეგეთი ცხარე. და ვაფშე არა, საერთოდ მაპატიეთ. ეს deep fried ის არის მე მგონი? არ ვიცი მე ძალიან კაი. ანიც ეს ხრაშუნა რო აქვს ძალიან ასწორებს. მამასიტა. ბოდიში დანასვაბი ვარ. მე ლაპარაკი აღარ მინდა რომ სულ ჭამო.
რაზე უნდა ველაპარაკო, როდესაც ესეთი ბურიტო მაქვს. კიდე ისე რომ ჩემნაირი ტიპისთვის ეს არ არის ახლა ხო და მითია თქო. კარგია, ეს სიცხარე აქვს, აი ზუსტად ის უნდა იყოს, რაც არის რა. ეს ისეთი ცხარე კიდე არ არის. ჩემთვის საერთოდ ცხარე არ არის ახლა ეს, მაგრამ ანუ უგემრიელესია და თან ლობიოები. ეს ბრინჯი, ეს соуსები. ალაშ. ბოსნეულჩიკები, რაღაცები რაც არის. მულტფილმი არ გახსენდება, სადაც ბურიტოებს ჭამენ? მულტფილმი გამახსენდა, კოკო არის ერთი, რომელიც ბებიასაც ვარ მთავარი პერსონაჟი. მე ბებიას გავარ. კი კოკოს გავა. კოკო ბიჭია, რანაირად გავხარ კოკო. იქნებ ლამაზი კოკო ვარ, თქო გოგო. გაჩვენებ მე რომ მორჩება ეპიზოდის ჩაწერა. ბებიას გავარ არ მომწონს. იმის რა, ბებიის სურათს ვისაც მიგამსგავსე და შენ წესით ვერ გაგახსენდა, თორე ძალიან აგრესიული უნდა ყოფილიყავი ჩემს. მე ბავშვობაში მეუბნავდნენ რომ სელმა ჰაიაკს გავარ. ხო. რა თან ბურიტო მიხდება. და არა კოკოს ბებიას. დაწერეთ რამდენს გონიან სელმა ჰაიაკს გავს თუ არა. დაწერეთ გთხოვთ, იმიტომ რომ იმ გავარ. კომენტარებში. დაბერდა უბრალოდ ის და მე უფრო ლამაზი ვარ ჯერჯერო. ჯერჯერო. აი ბურიტოს ღვინო რამდენად უხდება, ეხლა ცოტა ვერ ხვდები რა. ჩემთვის ღვინო ყველაფერს უხდება, sorry. ხო? კი. ოკ. მე არ მგონია, მე უფრო აი ტეკილას თუ აი რა ეგრევე შოთად გადაკდა. აბშე ღვინო მithumetas ქართული ყველანაირ კერძს უხდება, სადაც ხორცია, განსაკუთრებით მშრალი. მე უნდა ვკითხო შანზოს ეს როგორ გავაკეთო. ხო, რეცეპტები მე ჩაიწერე. რეცეპტები არ აქვს ხოლმე, შანზოს მე არდებს რეცეპტებს როგორ. მე უნდა ვკითხოთ უოჯვარე. მოვა. აბა, მზად ხარ ეხა მესამე და კიდე უფრო გენიალური ნაწილისთვის რო გადავიდენ? არსებობს ეგეთი კვების ღმერთი ხო არსებობს ეს ბერძნებს ხო ყველაფრის ღმერთი ყავთ. მექსიკაში ჩამოვიყვანა მოდი ბერძნულ სახელებს არ ვიტყვი. ხო, ძალიან რაღაცნაირად რო არ გამოჩნდა რა ანუ მართლა მიყვარს ავან რა ეს. გამექსიკური აბა ეცადე რომ ბერძნული სახელებით და მექსიკური აქცენტი. ფუდგაზმს რა. ფუდგაზმი. ანუ არა მექსიკური არ არის, მაგრამ გავს და რატო დავარქმევდი გეტყვი ჩემთვის რატოა კონკრეტულად ფუდგაზმი. ადამიანისთვის რომელიც არ ჭამს ისეთ რაღაცებს რაც არ უჭამია. პირველი რაც დავაგებოვნეთ მიჭამია და ისედაც ძალიან მიყვარდა და ეხლაც ძალიან მომეწონა და უფრო მეტად მომეწონა მართლა გულწრფელად ვიდრე მომწონებია, მაგრამ აი მეორე რაც ვჭამე და ეხლა რასაც შევჭამ, არ მიჭამია. აბა ნახოთ. იმიტომ რომ ვარ რაღაცა კონკრეტული საკვების მიმდევარი. ხო და ვცდილობ ხოლმე რომ ახლები არ გავსინჯო. რა კულტი გაქვთ ახალი საკვების? მე კვებასთან და სმასთან ჩემი ის მაქვს აი ლიტერატურა რო უყავს ხალხს და კინო რო უყავს. აღარ მინდა ეს ლაპარაკი, მაჭამე ხა ცოტა ხანი. ლექცია ჩამიტარა სანამ შევჭამდა. არ მინდა. ანუ ფუდგაზმია ცალსახად. მაცადე. არა, აქედანაც აიღე. ერთი პირი. აქედანაც აიღე, აქ ხორცებია ეს რატო დამიტოვე, რა ზიზავე. შემარგო არაფერი. მაცადე რა. აქ ხალი ვარ და უნდა დამითმო, სექსიზმია ვარ მithmo. მინდა ეს სექსიზმი და რაღაც ეგეთი უცხო სიტყვები რო ვჭამ გასო კაცითან. აუ ამას ხალაპენიაც აქ. მამასიტა. ეს ნაჩოსები რა გემრიელია? საოცრებაა. აუ ძალიან გაასწორა. მოდი შეიძლება აი ეხა ილაპარაკე შენ მე რა ღმერთებში შეიცვალა ფუდგასტით. მაგარი ღმერთების აჭრა გააძრე ეხა შენ. რა შეიძლება ახალი კულტი ჩამოაყალიბო? Not bad. შენი სექტა შექმნა. ნუ ისაც მაგ ჭამის დასმის სექტა. აუ ძალიან კაია. რა ვახმოვანებთ ხოლმე ეს რო გვიდოსო? ჩემიარად ვერ გავახმოვანებთ ვერასდროს. შუალედებში. აი ორეგანოს გემო მოიტანა. მე მინდა соуსის რეცეპტი. და ღვინოს რანაირად უხდენ ამ ყველაფერს არ ჭირდება. არ მინდა. ხო. არ მინდა, არ უშავ ხო იცი. ანეიტრალებს. აუ რა კაი რაღაცა. ეს შემიფუთეთ, სახლში გამატანეთ, ბოლომდე თუ ვერ შევჭამ. ხო, ვერ შევჭამ და გაგვატანეთ. ეხლა მოიტანა ყველა იმ ფილმის გემო, მუსიკა ეგდან რა ცხარეს ეგრევე ტეკილას რო მეაყოლა ცოტა ვერ შემდგარი მექსიკელია, მაგრამ მაინც გაუმარჯოს. გაუმარჯოს, სადაც არის როგორც არის. მე ნჭახუნე. ეს ან ცალკე ესეც კი ძალიან გემრიელია რა. ძალიან მიყვარს საავტორო რეჟისორები, რომლებსაც ძალიან შემოტანილი აქვთ ხოლმე თავის კინოში სამზარეულო რა. ქართველებს ძალიან გვაქვს, ბერძნებს აქვთ, ფრანგებს აქვთ, ანუ სულ აქვთ ლიტერატურაშიც, კინოშიც და ამ დელტოროს კვერცხი რატო ქონდა? როცა ესეთი ღვთაებრივი გემოები აქვს, ხო, ეხა დავფიქრე. ცოტა ვერ მივხვდი, კვერცხი რატო, ანუ უბრალოდ არა, იქ სხვა დანიშნულება, არა, ის სხვა დანიშნულება, რა მექსიკაზე არც ყოფილა ის ფილმი და არ იყო საჭირო. ჩააკვეტა, ეგრე ცისფერმთებიც არ არის მარტო. კვერცხი ალბათ რაღაცის დაბადების, რაღაცის სიმბოლო ხო არის და სავარაუდოდ ეგ იქნებოდა. ხო და
კი. ეხა იქ იმას რა ქვია, ნაჩოს ვერ მიუტანდა და ამოაწეო, ვერ ეთყოდა იმას რა ქვია, მონსტრს თუ ვინც არის. აი, ნახე რა მაგარია ეს მექსიკური სამზარეულო, სადაღარ გვამოგზაურა. ჯერ საბერძნეთში ვიყავით. ღმერთებთან. ღმერთებთან, მერე ჩინეთში წავედი. შონზოსთან ვარ თან სულ და ველოდებით როდის ღმერთებს აგვიხსნის რა ხდება. აი ესეთი გონებას ხსნის კაროჩე რა. იმასთან ერთად რომ გემოების აია ხალხო. ფეთქებადობებია. მოდით, ან ისწავლეთ რა ვაკეთდება ეს ამბავი და ჭამეთ. აუ საოცრება და თან ნახე ესენი აქ წიწაკები. წიწაკები ყველაფერს არის. არა, ჩემთვის არის იდეალურზე იდეალური გემოები. თუნდაც არაცხარეს მოყვარულისთვისაც. სარტყმა. ზეაკურ. აი ესე გავჩნდა ჩემო. იცი ამ დახანს გელოდი? სამაგიეროდ ისეთი კერძები გამოუცხა. ო, სერიოზული. ძალიან. მე მგონია რომ კერძებმა ცოტა ხანი გაგართეთ. კი, საკაიფო. აგერ ახლა თქვენთან ერთად ავარ და არ არსებობს არანაირი მექსიკური სამზარეულო. აი ამ სასწაულს. კილა. ახსენეთ კიდეც ხო? მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ აბორიგენული წესით მივირთვათ ერთი ტეკილა და მე განვაგრძოთ მთელი ამბავი. წავიდა. პირველი რასაც აკეთებთ, აქ არის წყალი, აქ არის ტეკილა. დაიშორეთ აი ეს მონაკოთი ხელის. შემომიდე ხელი ახლა. არა ზუსტად დამილევია ესე ტეკილა. ესე. შეინარჩუნეთ. ხო, სტაბილურად. სტაბილურად. ლიმონი მოიმზადეთ აი ესე. ხელი მეორე ხელი. აი ესე რომ პირდაპირ კანის გარეშე რო ხო. ჩაკავიჩო. მისი უდიდებულესობა ტეკილა. თავი დეტალი. თავისი გახმოვანებით. ფოლი გახმოვანებით. შონზოს გახმოვანებით თან. აჰა, პირველი რასაც ვაკეთებ. ავლოკავთ მარილს ჩვენივე ხელიდან. ჰიგიენურია ჩვენი ხელია. კი, ჩემია. გადავკრავთ ბოლომდე აი ეს თავი რო გაიმართოს. თელ პოზას, არა ესენი. მოკვდები მე რა. 90 გრადუსი. ტეკილა ბავშვობის მერე აღარ დამილევია. ეგრევე მივაშველებთ ლიმონს კლეჩით და ჩაგიჭვით. 1 2 3 მექსიკურად გაგვიმარჯოს ხო არ იცი როგორ არის? მე მასპინძელი ვარ გუშინ. მექსიკურად გაგვიმარჯოს როგორ არის ხო არ იცი? ბონასალუ მე როგორც ვიცი. ბონასალუ. ბონასალუ ლაშ. ეპა. ოპა. Unos, dos და tres. აჰა. ეხლა არის სრული მექსიკა თქვენ. აი იდეალური დაგვირგვინება აი ამ ყველაფრის. კარგია. ბონასალუ. რაც გქონდა. ვა. ხოდა თუ ეს ყველაფერი შევასრულე, ეხლა უკვე ის მისია უნდა შევასრულო, რომ გამოგკითხოთ, როგორ მოგეწონათ. კერძების რეიტინგი მინდა 3-ვე. აკო ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში აქამდეც გამისინჯავს. ბურიტო არ გამისინჯავს, იმიტომ რომ მეგონა რაღაცა უცნაურობა და არ გამირისკავს, მაგრამ ჩემი ტოპ ტიპი არის ბურიტო. და ნაჩოსებზე ვგიჟდები ზოგადად, მაგრამ ესეთი ფრეში. ანუ ნაჩოსები ხო იყიდება ხოლმე აი ცალკე რა, ფილმისთვის მიყიდია რა, თავის соусებით და იმათთან შედარებით ეს სხვა ნაჩოსია. იგივეა ხელნაკეთი პასტა და ჩვეულებრივი პასტა და გადავირიე. ნარა რადგან ეს ბურიტო არ გამისინჯავს. ბურიტოზე გადავირიე, იმიტომ რომ ლობიოზე ვგიჟდები, ხორცზე ვგიჟდები. მეგონა რომ სულ რაღაც უცნაური სუნელები ქონდა და ვერ ვრისკავდი. ისეთი და გარედან ეს რაღაცა ხრაშუ და შემწვარ. ანუ მომინდა. ამზადები. ხო, მაგრამ მაინც მოგერა. უნდა ჭამო. ვერ დაგიტოვეთ, მაგრამ გაამზადო შენთვის. არა, ის მე მეორე რაც მიყურებ და ის ჩემია. მე ვერავის ვერ დავუწყობ. არა, მე სულ შევჭამე მგონი. არ მე ტაკოები აქამდეც ქონდა ნაჭამი, ბურიტოც ქონდა აქამდე ნაჭამი და ნაჩოსიც სამივე. მაგრამ სამივე ეხა რო ვფიქრობ, ყველა იყო, მოკლედ ეგეთი გემრიელი არ იყო ეხა აქ რაც ვჭამე. გულწრფელად რო თქვა რა, მართლა ოჯახური გემო აქვს. იმიტომ რომ ეხა თავშიც ვახსენე მე ველაპარაკებული ციკოს, რომ სიცხარე ძალიან ჩემი არ არის რა და ყოველთვის მაგისის მქონდა რა რომ აი არაცხარეს ვეუბნებოდი რომ აი ყველაფრის სიცხარის გარეშე და თავი მუღამი ეხა მართლა ხო ეგ არის მექსიკური საჭმელის რომ აი ცხარე კონდეს რომ აი რაღაცა ცოტა დაგწვას რა და რაღაცა მე ვგიჟდები მაგაზე აგაცეცხლოს ტეკილას მუღამიც ხო ეგაა იმენა და ხო და ეხა რაც გავსინჯე იყო ჩემთვის იდეალური იმიტომ რომ თურმე შეცდომით ვეუბნებოდი რომ არაცხარე მინდოდა იმიტომ რომ აი ეგ სიცხარეა რაც ტოპ არის ამ სამივე კერძში და თან რა მომეწონა იცი აი დავამატებ რა მე სიცხარეზე ვგიჟდები და აი ხალაპენიო შემიძლია რომ ვაშლივით ვჭამა მაგრამ ამბავი არის ის რომ აი ამ გემოებში ხარად შემოვიდა სამივე რა ეს სიცხარე მოდის გვიან ანუ კი არ გაწუხებს ჭამის პროცესში გიტოვებს რა და აქედან გამომდინარე რომ მგონია რომ ძალიან სწორად არის მომზადებული თქო ან მე მოვხვდი უბრალოდ პირველად ეგეთ გარემოში რომ ეგრე ვიგრძნო ეგრე ვიტყვი მე რომ ბურიტო ტოპ
აი საოცარი იყო, ძალიან გემრიელი იყო. ნუ ყველა გემრიელი იყო, მაგრამ მაინც რადგან რეიტინგულად ვალაგებთ ახლა მაგამავს ეგრე ვიტყვი. მერე ტაკოები და მერე ნაჩოსები ჩემთვის რა. თითქმის დაემთხვა, ნუ თქვენი რეიტინგები არა? კი, ეგრე. იმიტომ რომ ბურიტო დავალაგეთ, მერე ტაკო და მერე ნაჩოსები. ეგ არის. თითქმის რა კი არა დაემთხვა. ეგ არის. ასე გავაკეთოთ ახლა მაშინ. მეორე და მთავარი კითხვა უნდა დავსვა. გასაგებია რეიტინგი, მაგრამ ამ რეიტინგში ამ სამიდან ერთი ჩემი დამზადებული კერძია. თქვენი აზრით ამ სამი კერძიდან რომელია ჩემი გაკეთებული? ციკო მინდია, მას შენ რომელი გონია შენსაც გაკეთებული? გაკეთებული? ხალი იწირება ყველაფერში რა. არა, ჯენტლმენები ვართ და შესაბამისად. შენზე იცი რა არის? იქიდან გამომდინარე რომ შეფი დარწმუნებული ვარ რომ იდეალური ყავს ამ რესტორანს, იმიტომ რომ ეთყობა ყველაფერზე. ანუ ნახე ამ სამიდან რომელიღაც ორი მისია და ერთი შენი და ნუ ეთყობა რა, რომ კარგია და პროფესიონალია და გემრიელია და იდეალურია. რატომ ას მგონია რომ ბურიტოა შენი? ყველაზე მეტად მოგეწონა. ჩემი აზრით იმიტომ მომეწონა რომ ინგრედიენტები იყო ის რაც მე მიყვარს, ლობიო მიყვარს ძალიან რა, ხორცეძა. და ეგორი, ანუ არ ვიცი. ხელოთ იმისა რომ შეფი მაგარია. ხო. ესე მგონია. ეგრეც არის. კინოში მაგარი ხარ და იმიტომ და გადავიტანე. რა ვქნა? მე ესე ვიტყვი რომ მე მგონია რომ ტაკოები არის შენი მომზადებული. ერთ-ერთმა თუ ვერ გავარკვით. რამე თუ გაქვს. არ ვიცი რა არგუმენტი შეიძლება მქონდეს, მაგრამ ჩემი ინტუიციად, გუმანით თუ მივხვდები, სავარაუდოდ ტაკოები უნდა იყოს შენი გაკეთებული რა. კი ბატონო. ალბათ გაინტერესებთ რა ხდება, ხო? ხანდია. პირველ რიგში ვიტყვი რომ ის თემა რომ თქვენი აზრი არ შეთანხმდა, გამორიცხავს იმას რომ ჩემი გაკეთებული კერძი აქ მენიუში მოხდება, იმიტომ რომ რესტორანთან მაგ და კვების ობიექტთან ესეც შეთანხმება. თქვენი ორივეს აზრი თუ დაემთხვა პირველი და მე ორივემ გამოიცანით და ის არის ჩემი გაკეთებული, მაშინ რესტორანში ჩდება იმ კერძის ჩემეული ვერსია, ესე მენიუში ჩაჯდება ეს კერძი ჩხილებში შონზოს ვერსია. ეგ არ მოხდა. არ მოხდა ასევე მეორე ფაქტიც, რომ რომელიმე ერთ-ერთმა თქვენთაგანმა გამოიცნო ჩემი გაკეთებული კერძი და იგი თქვენს წინა შედევს. აუ კარგი. თავიდან ბოლომდე ეს კერძი ჩემი შექმნილია. შეფმა რა გააკეთა, იცი რომ ბოლოს რო სერვირებაზე გადავედი და დრესინგზე ყველი მოაყარა. ეგ დეტალი იყო. რა ამბავი იცი რა არის და კარგი ამ რესტორნისთვის და შენთვისაც. იმდენად გემრიელი იყო სამივე გემო და ნახე ჩვენ ხო თან შეფს არ ვიცნობთ, ჩვენ მე გიცნობ შენ. მე მგონია ზოგადად რომ ადამიანს რო უყარს მუსიკა, კინო, აქვს გემოვნება და ყველაფერი ეთყობა გემოს. ანუ კაბა მაგის garaში არ არსებობს რა და იმდენად მართლა ყველაფერი ჩემთვის იყო გემრიელი, რომ ვერ მივხვდი ანუ შენ რომელი ხარ, ანუ შეფიც ეგეთია. შეფსაც უყარს კინო, მუსიკა და ანუ მოვირიეთ რა, მაგრამ შონზოს კერძი მაინც უნდა დაიდოს. ეგ უკვე Not your fault. ეგ უკვე ეხლა შეფი საფუძვლიანად რო გასინჯავს, იქ დავტოვეთ ასე ვთქვათ, გასასინჯინოსაც ყველასთვის, აქაურობის მასპინძლებით გასინჯავ. თუ მოეწონათ რა პრობლემაა რა ვიცი. არ ეწეროს შონზოს ვერსია, მაგრამ ესეთი გემრიელობა იყო. ხო იყო პირობა, რომ თუ ორივე დაემთხოვდა ორივე და ორივე გამოიცნობდა, ერთი წუთი ნახე, ორივე გამოიცნობდა, მაგ შემთხვევაში დარჩებოდა. ჩვენ დავამატებთ ეხა იმას, რომ თუ ორივე ვერ გამოიცნობს, მაშინ დარჩებოდა. დარჩებოდა. და პირობა მინდა რომ მე და ჩემგან დაემატოს ყოველ შემთხვევაში მე მინდა აღნიშნო თქვენიდან გამომდინარე, რომ არავინ არ დაზარალდება კი არა, ყველა ნასიამოვნები იქნება თუ ამას გასინჯავს აქ რომ მოვა. ახან ესე ძალიან მოგეწონა. ხო და ესე ძალიან კაია და შევჭამ ერთს ვახრა please. შეგიძლია ხრაშო. მაგრამ ანუ სამივე იყო ძალიან კაი რა. და მადლობა დიდი. იგანტეში თქვენი ვიზიტი დასრულდება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს უშუალო საქმიანობაზე. საქართველოში ყველაზე ცნობილი ხმები მეყოლებიან მიგშტუმრად. ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს ვინ არის ციკოდალაში ფიზიკურად შეიძლება არ იცოდეს ვინ არის, მაგრამ ხმის გაგონებაზე აუცილებლად ემოციებია და რაღაცა ის არის. ამიტომ მე მინდა გისურვოთ პირველ რიგში წარმატებები იმ უშუალოდ თქვენ საქმიანობაში. თქვენ გაქვთ კარგი ძალიან YouTube არხი, voice-over-ები ქვია, სადაც მე სტუმრად ვიყავი და თუ ვინმეს გაინტერესებთ აქ ვიდეო სახწერილობაში იქნება ლინკი ჩემი სტუმრობისა voice-over-ებში. ასევე იქნება ლინკი თვითონ voice-over-ების არხით, რომელიც უნდა გამოიწეროთ, წერათითებს უნდა დააჭიროთ, ეგ ზანზალაკი რო არის, მასაც დააჭიროთ, რომ ახალი გამოშვებები რაც იქნება, ყველაფერი voice-over-ების თქვენთანაც იყოს. თქვენს
თვალებში მოსახვედრად. რა თქმა უნდა გამოიწეროთ შოუზოს არხი. ეხლა ვინც უყურებთ, ალბათ გამოწერილი გაქვთ თუ არა, ისევ დააჭირეთ წერათი, ზანზალაკს, კომენტარები დააჭიროთ აუცილებლად, რომ ყველაფერმა ამოგიგდოთ, რაც დაიდება, ხო? არ არის აუცილებელი. დაიწეროთ აუცილებლად საქებარი კომენტარები. თუ რამე შენიშვნები გექნებათ, თუ რამე სურვილები გექნებათ, თუ რაღაც არ მოგეწონათ, თქვათ ვიზუალურად. სტუმრები რა თქმა უნდა ყველას მოწონს. მე ამ პოლი გადაცემაში სტუმარი რომელიც ეთქვას რომ ეს ვიდეო ჩემზე ალბათ იტყვიან რომ ეს გოგო უზრდელია. მოკლათითებია. აუ შანზა მე მინდა გითხრა კიდევ ერთხელ სანამ შენ გააგრძელებ რა რომ ჩვენ რო გწნობენ მედალაშას შენ და აი შენი თიმი რო არ არებიც აკეთეთ თქვენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ რო თოთო ბავშვები ვიყავით კამერა დავიწყეთ მაგრამ ჩვენ ანუ ეგეთი ხარისხი ჯერ არ გვაქვს ეგეთი ხარისხი ცხადია რა მაგრამ აი როგორ გითხრა მისწრაფება რომ ეგეთი ხარისხი დაგვედო რა ვერ გვექნებოდა და ყვებაშიც ეგეთი ყოფილა და მაჭამე ხოლმე ხშირად რა ყველგან წამიყვან მოგიყვანთ აუცილებლად აერთել დაგპატიმრებთ გადაცემაში იქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ესე შემოვაცუროთ თემაც რომ ის რაც შენ ბავშვობაში ძალიან მოგწონა და მერე დიდობაშიც ახლა მოგწონს ბრუნდება ძალიან მალე ანუ ჩვენ გახმოვანებულ ფილმებს სტუდია შევქმნით მე და დრუბჩანჩომ სახელწოდებით პირზერაო და ამ სტუდიის ეგიდით ვიწყებთ და ოქტომბერში გვექნება პირველი ფილმის პრემიერა ამის შესახებ უკვე რა თქმა უნდა მარკეტინგულ კამპანიას რო დავიწყებთ უფრო აქტიურად გაიგებენ მაყურებლები და ერთ სიტყვით არ მოიწყენთ ჩვენი ხმები სადაც გინდათ გინა ტელევიზორში გინა კინოთეატრში გინა ინტერნეტში სადმე რო შეძრებით აი ეს ვინც ვართ აქ ვიღაცის ხმას აუცილებლად გაიგებთ სადმე შემოგხვდებათ მადლობა პიკანტეს მასპინძლობისათვის მადლობა სტუმრებმა მოსვლისათვის და დაფასებისათვის ჩვენ რა თქმა უნდა ერთმანეთს შევხვდებით მორი კარკვებით ობიექტში, იმიტომ რომ ცუდები ჩვენ არ გვაქვს. ნამდვილად. კარგად. კარგად.